როგორც ამერიკელმა ვენდელ ფილიპსმა თქვა, ხიზლად ყოფნა არის ის ფასი, რომელსაც ჩვენ თავისუფლებაში ვიხდით. და ეს ნამდვილად ასია. რას ნიშნავს ეს? რატომ ეწინააღმდეგება ჩვენში ფართოდ გავრცელებულ გამოთქმას, რომ მე აპოლიტიკური ვარ, მე პოლიტიკა არ მაინტერესებს. სინამდვილეში პოლიტიკა შეიძლება არ გვაინტერესებს, მაგრამ პოლიტიკა მართავს ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს ყოველდღიურობას. რა არის ეს სიფხიზლე? ეს სიფხიზლეა ის ფასი მართლა, რაც ჩვენს თავისუფლებას იცავს. იმ კონფორმიზმის საპირისპირო, რომელიც იმ ნაწილ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას სამწუხაროდ არა მხოლოდ ჩვენში, არამედ ყველა სახელმწიფოში, სადაც ტოტალიტარიზმი ფეხს იკიდებს, სადაც ტოტალიტარიზმი მტკიცდება და არსებობას ძლებს, ასეთ საზოგადოებები არიან ყოველთვის კონფორმისტები. როდესაც ნაციზმი, კომუნიზმი შავი ჭირივით მოედო მე-20 საუკუნის ევროპას და არა მხოლოდ ევროპას, ადვილი მისახვედრი იყო თავიდანვე ამ საზოგადოებების სულისკვეთება, რომ შესაძლებელი იყო მსგავსი რეჟიმების დამყარება, იმიტომ რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არ რეაგირებდა მათი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რიგ ქმედებებს. როდესაც შეიძლება ითქვას, რაღაცა ერთგვარი გძეხვის პრინციპით ანადგურებდნენ ოპოზიციურ პარტიებს, განსხვავებულ ადამიანებს, თავისი რასის, კანის თუ არიული და არაარიული წარმოშობის, პარტიული კუთვნილების გამო და საბოლოო ჯამში ნელ-ნელა გაქრა სახელმწიფოების სივრციდან ოპოზიციური განსხვავებული აზრი. როდესაც საზოგადოება იყო ჩუმად და არ იღებდა ხმას ამაზე და რაღაცნაირად ეხთახმებოდა კიდევაც რაღაცა თავისი სიმბოლური ქმედებებით, სიმბოლური სიჩუმით. იგივე ხდება დღესაც 21 საუკუნის პირველ მეოთხედში, როდესაც ძალიან ბევრი საფრთხის წინაშე დგას დასავლური დემოკრატია, დასავლური სახელმწიფოები, როდესაც მყიფეა დემოკრატია, იმიტომ რომ დემოკრატია ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა სახელმწიფოებრივი სისტემის და საზოგადოებრივი ღირებულებათა სისტემების არსებობის, სადაც ადამიანის თავისუფლება არის გარანტირებული, დაცული, ისე გარანტირებული არაფერი არ არსებობს, მაგრამ მაინც, იმიტომ რომ კანონებს ვერ შექმნის ვერც ერთი ოლიგარქიული სისტემა, ვერც ადამიანი ერთი პიროვნება, ვერ იქნება ავტორიტარიზმი, ვერც ოლიგარქიული მმართველობა, ვერც რომელიმე პარტიული მმართველობა, რომელიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე შექმნიან კანონებს. როდესაც საზოგადოება იქნება ფხიზლად, როდესაც საზოგადოებას აქვს მყისიერი რეაქცია არასწორ კანონებზე, არასწორ გადაწყვეტილებებზე. საბოლოო ჯამში ეს საზოგადოება თვითონ ხდება თავისი პასიურობის მსხვერპლი. ასეც შეიძლება ითქვას და ეს არის ის ისტორია, რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ.